მეგობრებო, კვლავ ვიმყოფებით რუსთავს და თბილისს შორის მდებარე ფონიჭალის ნაკრძალში და ეს 64 წალკოტი ივანიშვილმა მიჰყიდა არაბებს და გადაწყვეტილი აქვს არაბული მეგაპოლისის მშენებლობა, რაც ლეიბორისტულმა პარტიამ აქტიური საშინაო და საერთაშორისო ბრძოლით ამ წუთამდე გააჩერა, მაგრამ ახლა ბინძური დოლარების მუთაქა შესავსები აქვს ჭორვილ პუტინის და გასცა განკარგულება, რომ დაიწყოს მშენებლობა. ამისათვის დამშვიდა არაბი ინვესტორები, რომ თურმე აქ ხალხი მოუთმენად ელოდება ხალიფატის და მურვანყრუს შთამომავლების შემოსვლას და დავალებული აქვს რუსთავის, გარდაბნის და თბილისის საკრებულოს წევრებს დაამტკიცონ განაშენიანების გენერალური გეგმა, რის შემდეგაც ეს საოცარი სივრცე გამოეგლიჯება ქართული ეროვნული თლიანობიდან. მე ვაცხადებ მთელი მსოფლიოს გასაგონად. ჩვენ დღეიდან ვიწყებთ არაბული კომპანიების ხელმძღვანელთა საერთაშორისო სანქცირებაზე წარდგენას, რადგან მათ კრიმინალური კავშირი აქვთ სანქცირებაში მყოფი არალეგიტიმური რეჟიმის მეთაურ ივანიშვილთან და მის სტრუქტურებთან. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ არიან თანამონაწილენი კრიმინალური ბანდის. ვაფრთხილებ უმკაცრესად რუსთავის, გარდაბნის და თბილისის საკრებულოს წევრებს. მათი სია აქ არის. როგორც კი ხელი გაგეპარებათ, ეშმაკი შეგიჩნდებათ და აი ამ 64-ის არაბულ ქალაქად განაშენიანების გეგმას ხმას მისცემთ, თქვენი საქმე იქნება დამთავრებული. მიეცემით სისხლის სამართლის პასუხისგებაში, როგორც კი ივანიშვილის საქმე დამთავრდება და ეს მალე მოხდება. თქვენი ვინაობა ყველა ოჯახს დაურიგდება და 100 წლის შემდეგ თქვენ არ მიგიღებთ ეს ქართული მიწა ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყული. კატეგორიულად გაფრთხილებთ. არ გაბედოთ რაიმე განაშენიანების გეგმაზე ხმის მიცემა, მიუხედავად იმისა, ქოცების დეპუტატები იქნებით თუ მათთან შეკრული ეგრეთ წოდებული ოპოზიციის, რომელიც ივანიშვილმა შერეკა თვითმმართველობის ორგანოებში. ამიტომ ჩემო მეგობრებო, რა თქმა უნდა, ხატოვნად და პოლიტიკურად ვამბობ, დადგა ის ჟამი, რომელიც გულისხმობს ქართველო ხელიხმალ ზიკარ. მთელი საქართველო უნდა დადგეს ფეხზე იმისათვის, რომ 10 საუკუნეზე მეტი ხნის წინ დამთავრებული ხალიფატის პროცესი, არაბიზაციის პროცესი, რომლის აღდგენას სურს ივანიშვილს, უკუაგდოთ, გავაჩეროთ და არ ჩაუყაროთ წყალში დავით აღმაშენებელს ის შრომა, როდესაც მან დაამხო თბილისის ამირა და ამით საფუძველი ჩაუყარა ერთიან გაბწყინებულ საქართველოს. ჩვენ მისი შთამომავლები ვართ და უნდა ვიბრძოლოთ სწორედ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გაბწყინდეს, ყველა მოვიდეს სტუმრად, ტურისტად, მეგობრად, მაგრამ აქ ქალაქების და თქვენ შალვა ნათელაშვილის განცხადება მოისმინეთ.